შენი აზრით ვინ მოიგებს ილიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის ამ შაბათს UFC 317-ზე? ძალიან კარგი კითხვა. გააჩნია. ვინ შეძლებს საკუთარი სათამაშო გეგმის მიყოლას, ის მოიგებს. თუ ჩარლზი პარტერში გადაიყვანს, მარტივად დააფინიშებს მას. ხოლო თუ თოფური ამას დაიჭერს, იქვე დააძინებს. ორი არჩევანია, მოკლედ მოიგებს ის, ვისი თამაშის გეგმაც იმუშავებს. ნამდვილად. ორგზის მსუბუქი წონის ჩემპიონი ამ დივიზიონს ჯერ არ უნახავს. ჩარლზი იქნება პირველი თუ გაიმარჯვოს. დიდი მიღწევა იქნება მისთვის. არ ვიცი. შანსი აქვს, დიდი შანსი აქვს ნამდვილად. მოკრივეების წინააღმდეგ ყოველთვის კარგად იბრძვის. პორიეს წინააღმდეგ კარგი კრივი ჰქონდა, ჩენდლერთანაც კარგად იჩხუბა. მოკლედ ორივეს კარგი ხელი აქვს, ორივე ძლიერია დგომში. მაგრამ ჩარლზ თუ პატარა შანსი მიეცი, ის აუცილებლად დაასრულებს ბრძოლას. აი რატომაა ჩარლზი ყოველთვის სახიფათო. შენი აზრით ვინ მოიგებს? ვფიქრობ 50-50-ია. გასაგებია. შენი აზრით გამარჯვებულს ვინ უნდა შეხვდეს? როგორც ვიცი, არმანი მათ ბრძოლას აზღავს. ჯასტინ გეიჯმა თქვა, რომ მან შეიძლება საერთოდ დაანებოს ბრძოლას თავი თუ სატიტულოს შანსი არ მიეცება. მაქს ჰოლოვეისაც უნდა იმ შემთხვევაში თუ დასტინ პორიეს დაამარცხებს. იცი, ჩემი აზრით, თუ ცარუკიანი ახლა წონას დაიცავს და ზოგადად თუ შეძლებს ხალხს დაანახოს, რომ შეუძლია წონის შენარჩუნება, მაშინ ის შემდეგი უნდა იყოს.